ჯანდაცვის სტანდარტის წარმომდგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით. მოგესალმებით. ეს BMG TV-ს ტელეგადაცემა ჯანდაცვის სტანდარტია, რომელსაც ნინი ლონგურაშვილთან და პროფესორ ამირან გამყრელიძესთან ერთად წარმოგიდგენთ. დღეს 30 მარტია და ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემას ვუთმობთ აუტიზმს, რომელიც ასევე საზოგადოებაში მოიხსენება როგორც აუტისტური სპექტრის აშლილობად. დღეს ბევრი უნდა მოგიყვეთ იმ სამყაროზე, რომელიც გვაფიქრებს, გვასწავლის და სრულად ცვლის ჩვენს დამოკიდებულებებს. აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 2007 წლის 18 დეკემბერს რეზოლუციით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო და შედეგად 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმი წარმოადგენს განვითარების სპექტრულ აშლილობას. იგი შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სიმპტომის სახით. აუტიზმი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და ხელს უშლის მას ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებაში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონივრული განვითარების პროცესებში. აუტიზმის სიმპტომი ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი 3 წლის განმავლობაში. ზრუნვის პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია ოჯახის წევრთა და გარშემომყოფთა ჩართულობა. აუცილებელია სტრესის გამომწვევი ან პირიქით დამამშვიდებელი ფაქტორების გამოვლენა, ასევე სწავლისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. დროული კვების, ძილის, თამაშის, სწავლის, გარშემომყოფებთან ურთიერთობის ყოველდღიური რეჟიმი ხელს უწყობს სტრესის თავიდან აცილებას. შესავალშივე მინდა უახლესი სტატისტიკური მაჩვენებლები გაგიზიაროთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, იგივე CDC-ს 2023 წლის კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ 36 ბავშვიდან ერთს აუტიზმის დიაგნოზი აქვს. მაგალითად, ეს მაჩვენებელი 2 წლის წინ 44-დან 1 ბავშვზე მოდიოდა. საკმაოდ ბევრია. ამ თემის ირგვლივ სასაუბრო და ამიტომაც დღეს ჩვენ მოწვეულ სტუმრებთან ერთად შევეცდებით აუტიზმის ეს ფერადი პაზლი ერთად ავაწყოთ. ერთად მოვისმინოთ რჩევები. უახლესი მაჩვენებლები და რა თქმა უნდა, ვისაუბრობთ საქართველოზე. და სწორედ ამ დათქმით და იდეით ჯანდაცვის სტანდარტის დღევანდელ გადაცემას სულ რამდენიმე წუთში შემოვერთდებიან ქალბატონები მაია გაბუნია, ბავშვთა ნევროლოგი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას დირექტორი და ასევე ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე და ასევე ჩვენთან ერთად იქნება ნანა ტატიშვილი. ქალბატონი ნანა გახლავთ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. და ვიდრე სტუმრები ემზადებიან ინტერვიუისთვის, არანაკლებ საინტერესო სიახლეები არის მსოფლიოს და ასევე საქართველოს ჯანდაცვის და მედიცინის სფეროში. გადავხედოთ სიახლეების სკოლაში. ძუდუსკიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ პროგრამა HER2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური ფორმის ძუდუსკიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება, განკურნებას ემსახურება და შესაბამისად ძვირადღირებული მედიკამენტები ფინანსდება. თბილისის მერია 18 რიგ შემთხვევაში კი მეტ ინფუზიას აფინანსებს. მოქალაქემ პროგრამაში ჩასართავად განცხადებით და შესაბამისი საბუთები დედაქალაქის მერიას უნდა მიმართოს, რომელთა საფუძველზე მედიკამენტის აფთიაქიდან გასატანად საგარანტიო წერილი გაიცემა. კლინიკებში გრიპის ვირუსი ჩანაცვლა რესპირატორულ სინციტიური ვირუსით. მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე, ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. რესპირატორულ სინციტიური ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქიტის სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, ასევე ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობასთან ერთად. როშე გულსის ზარღვთა სისტემის თირკმელებისა და ნივთიერებათა ცვლის კვლევების ცენტრს ხსნის ახალი ცენტრი ოლსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევით კამპუსში განთავსდება და შეასრულებს გადამწყვეტ როლს ხელოვნური ინტელექტისა და მეცნიერების სფეროში, რათა დაჩქარდეს მედიკამენტების შექმნის პროცესი. დროთა განმავლობაში დაწესებულებაში დასაქმებულთა რაოდენობა 500 ადამიანს მიაღწევს.
ჩინეთი მსოფლიო ფარმაცევტული წარმოების ახალ ერაში შედის. ჩინეთის მიზანია 2030 წლისთვის ახალი მედიკამენტების ბაზარი გაასწამაგოს. ამის მიღწევას ქვეყანა ცდილობს სამთავრობო პოლიტიკით, რომელიც სექტორის ზრდას გულისხმობს. ეს პოლიტიკა ითვალისწინებს ნორმატიული აქტების დამტკიცების პროცესის ოპტიმიზაციას. შვეიცარიულმა როშემ განაცხადა, რომ გეგმავს ჩინური წარმოების 3 ახალი მედიკამენტის ჩართვას თავის გლობალურ კვლევებში. სწორედ შვეიცარიული როშე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩინეთში სამკურნალო პრეპარატების კვლევების პოტენციალი გაიზიარა. ზოგიერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიისთვის ჩინეთში გაყიდვებმა მსოფლიოს რეალიზაციის 10%-ს გადააჭარბა. ამან ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის შემდეგ უმსხვილეს ბაზრად აქცია. 2020 წლისთვის AstraZeneca-ს ჩინურმა გაყიდვებმა მსოფლიო რეალიზაციის 20% შეადგინა, რის შედეგადაც ბრიტანული კომპანიის ჩინური ბაზარი სიდიდით მეორე გახდა. ჩინეთში კიბოს მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს მიაგნეს მეცნიერებმა შექმნეს ისეთი ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს პოულობს და ღორის ქსოვილად გარდაქმნის. შედეგად ორგანიზმი ამ ქსოვილებს როგორც საფრთხეს, ისე აღიქვამს და ანადგურებს. უნდა აღინიშნოს, რომ იმუნიტეტი ჯანმრთელ უჯრედებზე უარყოფითად არ მოქმედებს. კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადებულების 90% შემთხვევაში სიმსივნის ზომა შემცირდა, მათ შორის იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც კიბო ბოლო სტადიაზე ჰქონდათ. სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას. არისტოტელე. ჯანდაცვის სტანდარტი გრძელდება უკვე მოწვეულ სტუმრებთან ერთად და ვიდრე მათ მივესალმებით, იქამდე მოკლა შესავალი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. თბილისის მერიის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 11.245.000 ლარამდე გაიზარდა და აპრილიდან 2400 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი. რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, მათი რიცხვიც გაზრდილია. იანვრიდან მომსახურების მიმწოდებლად 11 ორგანიზაცია არის ჩართული. სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ ჯანდაცვის სტანდარტის დღევანდელ სტუმრებთან ერთად. სტუდიას უკვე შემოუერთდნენ ნანა ტატიშვილი, დავით ტულდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ჩვენთან ერთად არის მაია გაბუნია, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმას დირექტორი, ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე. მოგესალმებით. გამარჯობა. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. და უნდა ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორც არის აუტიზმი, რომელიც 2 აპრილს საერთაშორისოდ აღენიშნება. იქამდე ჩვენს საქმიან მაყურებლებს, ვინც ახლა ჯანდაცვის სტანდარტს თვალს ადევნებს, მოვუყვეთ ზოგადად გლობალურ ჭრილში აუტიზმის მაჩვენებლები და მათ შორის ცხადია საქართველოს სტატისტიკაც საინტერესოა. დიდი მადლობა პირველ რიგში ამ თემით დაინტერესებისთვის და ჩვენი მოწვევისთვის. ეპიდემიოლოგია აუტიზმის სპექტრის აშლილობების ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუკი მანამდე სადღაც 50 წლის წინ ეს იყო ძალიან დაბალი ციფრი და ითვლებოდა კიდეს თითქოს იშვიათ მდგომარეობად, დღეს ეს ასე არ არის, ის არის ნეიროგანვითარებითი დარღვევა და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნეიროგანვითარებითი დარღვევა. საქართველოში 2 წლის წინ დასრულდა კვლევა, რომელიც იყო პოპულაციური, 16000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა, ჩატარდა სკრინინგი და შემდეგ უკვე ჩატარდა დიაგნოსტიკური კვლევა და საკმაოდ მაღალი იყო სიხშირე, ეს იყო დაახლოებით 4%. აი აქ მინდა ჩაგეკითხოთ ქალბატონო მაია, რომ თქვენი ექსპერტული მოსაზრება, რომ რეალურად იმატებს პრევალენტობას, რასაც ვეძახით, ანუ გავრცელება აუტიზმის, თუ ეს არის შედეგი, რომ 21 საუკუნეში და 20 საუკუნის ბოლოს უკეთესია გამოვლენა, უკეთესია დიაგნოსტიკა, უფრო გაიზარდა ცნობადობა და ასე შემდეგ. რეალურად იზრდება, თუ ეს იყო და უგულებელყოფილი იყო და არ დიაგნოსტირდებოდა ადრე. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, ბატონო ამირან, ვინაიდან ეს მართლაც ასე არის, აღმოჩნდა, რომ ნახეთ, ბოლო პერიოდში შეიცვალა როგორია ის ახალი აღმოჩენილი და დამატებული სიხშირე, რომ გაიზარდა ეს პრევალენტობა, რომ გაიზარდა, რის ხარჯზე გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ უფრო მეტია შემთხვევები, სადაც არის ინტელექტუალური შესაძლებლობები კარგი. ანუ ეს არ ადრე იყო, რომ 60% აუტიზმის შემთხვევების იყო დაქვეითებული ინტელექტუალური შესაძლებლობების. აღმოჩნდა, რომ ესე არ არის სინამდვილეში რა. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ამ შემთხვევების ადრეულ ასაკში ამოცნობა და ზოგჯერ ის გონიათ ხოლმე, რომ არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი, ეგრეთ წოდებული ADHD სინდრომი, მაგალითად ასე გონიათ ხოლმე, მაგრამ ცოტა რომ გაიზრდება ბავშვი, აღმოაჩენა, რომ ეს ასე არ არის, ეს არის აუტიზმის სპექტრის აშლილობა.
იქ სადაც ინტელექტი კარგია. და აღმოჩნდა რომ 5 ჯერ გაიზარდა იქ სადაც ინტელექტია ისეთი შემთხვევების რაოდენობა ბოლო აწლეულში, მაშინ როცა დაქვეითებული ინტელექტის შემთხვევით 2 ჯერ გაიზარდა. რჩევა მათ შორის მშობლებისთვის რა შეგვიძლია იყოს, რაზე უნდა მიიტანოს მშობელმა ეჭვი თუ ამ შემთხვევაში აუტიზმზე არის საუბარი. სანამ გიპასუხებთ, მადლობა მოწვევისთვის და შეკითხვისთვის, ერთს დავამატებ, საქართველოსაც გაიარა ეს გზა 2010 წელს ჩატარებული ჩვენივე გუნდის, იგივე გუნდის მიერ ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემი იყო 0.99%. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცოდით ამოცნობა, არ იყო ცნობადობა ამ მდგომარეობის საზოგადოებაში და დღეს 4%-ია, იმიტომ რომ ერთი მხრივ ალბათ იმატა კიდეც, მაგრამ მეორე მხრივ ადამიანებმა და სპეციალისტებმა ამოცნობა ისწავლეს. რაც შეეხება პირველ ნიშნებს, ყველაზე დიდი მნიშვნელობა ალბათ აქვს აი პირველად ჯანდაცვას, ოჯახის ექიმს, პედიატრს, იმიტომ რომ დამეთანხმება ქალბატონი მაია, რაც უფრო ადრე ამოიცნობ ამ მდგომარეობის რისკს მინიმუმ, თუ არა თვითონ მდგომარეობას, უფრო ადვილია გაუმჯობესება დროული ჩართვის და მართვის შედეგად, შედეგი გაცილებით უკეთესია. რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა? პირველ რიგში ეს არის უნარები ადამიანთან ურთიერთობის კომუნიკაციის უნარი, რომელიც ვიცით, რომ 6 თვის ბავშვი ჩვენ თუ მას გაუცინებთ, ისიც გვიცინის, თუ ჩვენ რაღაცა მარცვლებს ვეტყვით, ისიც საპასუხო მარცვლებს გვეუბნება. თუ აი ეს არ არის 6 თვის ასაკში, თუ 9 თვის ასაკისთვის ბავშვი თავის სახელზე არ იხედება, როცა ვეძახით, ან თითს არ იყენებს საჩვენებლად, ან ჩვენ მითითებულ თითზე არ იყურება, ითვლება, რომ ეს სამი ნიშანი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთია პირველადი ჯანდაცვა და მათ შორის ცხადია პირადი ექიმის ჩართულობა, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთი რჩევა რომ მივცეთ ჩვენს მაყურებლებს, ვინც ამ თემით განსაკუთრებულად არის დაინტერესებული, ვინ მართავს აუტიზმს? ანუ აი ეს რომ ამაში რომ გავარკვიოთ ჩვენი მაყურებელი, ბავშვთა ნევროლოგი, ბავშვთა ფსიქიატრი თუ ამ ყველაფერს ჭირდება რაღაცა უფრო მეტად კომპლექსური მიდგომა. პირველი რაც არის და ჩვენ როცა დავიწყეთ 15 წლის წინათ ამ თემაზე მუშაობა საქართველოში, მაშინ სწორედ დადგა ეს საკითხი, რომ პირველ რიგში უნდა მართავდეს გუნდი. არც ერთი ადამიანი ცალკე, ვინც არ უნდა იყოს, რა პროფესიონალიც არ უნდა იყოს, არ შეიძლება რომ მარტო მართავდეს, იმიტომ რომ ეს არის მდგომარეობა და მდგომარეობა გულისხმობს მთელი ცხოვრების განმავლობაში მართვას და არა მკურნალობას. გუნდის მეთაური ლიდერი უნდა იყოს ბავშვთა ფსიქიატრი. დღევანდელი მდგომარეობა როგორი გვაქვს აქ და ამასთან ერთად პრევენცია თუ არის შესაძლებელი აუტიზმის? მოდით ბოლოდან დავიწყე პრევენციიდან. სამწუხაროდ პრევენცია არ არსებობს. ანუ ყველას შეიძლება ეს დაემართოს, ანუ ყველა შეიძლება ყავდეს ბავშვი, რომელსაც აქვს აუტიზმი. ასე რომ ამისგან თავის დაცვა არ არსებობს, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ მას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ არსებობს პრევენცია. რაც შეეხება სერვისებს, შედარება არ არის, რაც არსებობდა თუნდაც 10 წლის წინ, ზუსტად 10 წლის წინ დაიწყო პირველად თბილისის მერია იყო პიონერი, რომელმაც დაიწყო ეს სერვისი და მაშინ რა თქმა უნდა ბავშვების რაოდენობა ცოტა იყო, თქვენ დღეს ბრძანეთ რომ აგერ გაიზარდა, ნამდვილად გაიზარდა და ნამდვილად თანდათან იზრდება. შემდეგ უკვე მოყვა სხვა მუნიციპალიტეტებიც, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ყველა, დიდ ქალაქებს თითქმის ყველას აქვს. რომ არა დონორების ხელშეწყობა, რა თქმა უნდა ვერც ერთი ეს სერვისი ვერ განვითარდებოდა. აი ვერც ერთი ნამდვილად. ბევრია საუბარი აუტიზმისადმი განწყობის, ანუ გენეტიკური განწყობისთან დაკავშირებით. რა როლი აქვს თქვა გენეტიკას და გარემო ფაქტორებს და ის ბრჭყალებში ყბადაღებული თემა აუტიზმი და ვაქცინაცია. დღეს რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით? დავიწყებ მეც ბოლო შეკითხვიდან, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ძალიან დიდი საგანმანათლებლო მუშაობა ჩავატარეთ ჩვენმა ორგანიზაციებმაც, ქალბატონმა მაიამ, მე ჩვენმა გუნდმა მთლიანად, მაინც ბევრი მშობელი დღეს ისევ ამას კითხულობს, რომ არის თუ არა კავშირი განსაკუთრებით წითელას ვაქცინაციასთან და აუტიზმის შორის. არ არის კავშირი, მარტივი პასუხი, რომელიც მეცნიერული მტკიცებულებებით არის გამყარებული და დადასტურებულია, რომ წითელას ვაქცინაციას არ აქვს კავშირი აუტიზმის მატებასთან. რაც შეეხება მის ეტიოლოგიას,
საბოლოოდ რა თქმა უნდა ერთი რაიმე ეტიოლოგია სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის დადგენილი, ამიტომაც პრევენცია არ არსებობს, მაგრამ ითვლება ბოლო 10 წლის მონაპოვარია, რომ ძალიან დიდი როლი მიენიჭა გენეტიკურ საფუძველს. ეს გენეტიკური საფუძველი არ არის ერთი გენით წარმოდგენილი, არის ძალიან ბევრი 100-ზე მეტი გენი აღმოჩენილი, რომელსაც აქვს კავშირი სხვადასხვა შემთხვევაში აუტიზმის განვითარებასთან, თუმცა 20% ითვლება, რომ არის ეპიგენეტიკური. ეპიგენეტიკა გულისხმობს იმას, რომ აი რაღაც წინასწარ განწყობას გენეტიკურს ემატება გარემოს ფაქტორები. რადგან მსჯელობის დასასრულისკანაც მივდივართ და 2 აპრილიც გვიახლოვდება აუტიზმის მსოფლიო დღე, როგორ აღნიშნავთ აი ამ დღეს და წელს რა არის ის მთავარი გზავნილი? 2 აპრილი დაწესდა სწორედ იმიტომ, რომ ხაზი გასმოდა, რომ საზოგადოების ინფორმირების ამაღლება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წლევანდელი გაერომ დააწესა ეს და შესაბამისად წლევანდელი გაეროს თემა არის ასეთი: ნეირომრავალფეროვნება და გაეროს მდგრადი მიზნები. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა საინტერესო მსჯელობისთვის და სტუმრობისათვის, რომ იყავით დღეს ჯანდაცვის სტანდარტში. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო საუბარი იყო და 2 აპრილს აღნიშნავთ ერთად. მე კი შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ 2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღეა. ამ დღის მიზანი კი არის საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მეტად ინკლუზიური გარემოს შექმნა. გაეროს ეგიდით დამკვიდრებული ეს თარიღი შეგვახსენებს, რომ ჩვენს გვერდით აუტიზმის სპექტრის მქონე უნიკალური ადამიანები ცხოვრობენ და მათი უფლებები უდრის ჩვენს უფლებებს. არ არსებობს იმაზე უკეთესი გზა ავიმაღლოთ ცნობიერება, ვიდრე გავხდეთ ემპათიური აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების გამოწვევების მიმართ. საჭიროა დავინახოთ და შევქმნათ მათთვის მეტი შესაძლებლობები, მხარი დავუჭიროთ და ერთად დავამსხვრიოთ მათი ირგვლივ გავრცელებული მითები თუ სტერეოტიპები. ჩვენი დღევანდელი გადაცემაც და შერჩეული თემაც სწორედ ამას ემსახურება. ჯანდაცვის სტანდარტის 30 მარტის გადაცემა კი ამით დასრულებულია. შევხვდებით 6 აპრილს უცვლელ დროს და ადგილას BMG-ზე კვირა დღეს 11 საათსა და 30 წუთზე. მადლობა რომ გვიყურებდით. ეს იყო ჯანდაცვის სტანდარტი ამირან გამყრელიძესთან და ნინი ლონგურაშვილთან ერთად. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით.